მოგესალმებით ჩვენო ერთგულო და ასევე შემოსწრებულო მაყურებელო. ეთერშია პატა და ნიკას შოუ და მინდა გაუწყოთ რომ ამერიკაში კერძოდ კი ალიასკაზე ქალაქ უთქიაგვიკში 60 დღიანი უწყვეტი ღამე დაიწყო. მეც მოგესალმებით და აქვე აღნიშნავ იმასაც რომ მანდ ნებისმიერ დროს გადაღებული შოუ ღამის შოუ გამოდის ავტომატურად. გინდა გადაახვიე, გინდა გადმოახვია, ღამეა მაინც. ისე რომ დავაკვირდი, დილით მოვდივარ სამსახურში ღამეა. აქედან მივდივარ და ღამეა. უთქიაგვიკში ხوار ვარ, ბოლო-ბოლო. გახედე ერთი სეირა. არა, რას დაინახავს, ახლაც ღამეა და. კი ბატონო, ხო და ნუ გაიხედავ ჩემო სეირან, რადგან ახლა მნიშვნელოვანი მომენტი დგება. მაყურებელს მინდა ვაუწყო, რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და კეიფის და დროსტარების განწყობაზე აღენებს ქსოვრალები და გიორგი შოშიტაშვილი. რა უნდა აკეთო ადამიანმა ზამთარში ალიასკაზე რო ცხოვრო? მე კი ვიცი. არაც უნდა აკეთო, მაგრამ ახლა როგორ გინდა რომ აქ თქვა პირდაპირ ტელევიზიაში. რა მაინტერესებს კიდე იცი, სკოლაში წასვლისას შვილებს რას ეუბნებიან მშობლები? ადექი გათენდას მაგივრა. ბავშვებს რას ეუბნებიან არ ვიცი, მაგრამ ქმრებს რას ეუბნებიან და ახლობებით ადექი შენ არ გაგითენდა ხო იმდენ დილო. ალიასკაზე. ხო. მაგრამ დადებითი მხარეც აქვს ამ 60 დღიან ღამეს. ალიასკაზე ახლა ვის დაქორწინდება, ქორწილის პირველი ღამე ფაქტიურად 2 თაფლობის თვე გამოდის. აჩნია რა შემთხვევაში. მე მაინც ასე ვიტყვი. რას გულისხმობ? რასთან? აი მაგალითად ალპინისტი რომ დაიჭირეს, რომელმაც ცოლი მყინვარ წველზე დატოვა. აი მაგასავით თუ გიყვარს ცოლი, გაგიჭირდება 2 თვიანი თაფლობის თვე ნამდვილად. ეგ ალპინისტი კი არა, კაი წერაყინი ყოფილი. რატომ დატოვეო რომ ვკითხეს? რა ვიცი. რომ ავედით, გადაირია, გადარეული იყო, ისე მოეწოდა იქაურობა. ასე მითხა ზღაპრული სილამაზია, ჯეკ, აქ ვიცხოვროთ და დავჩებოდი დიდი სიამოვნებით და დავტოვე. მოდი ახლა ვთქვათ, ცოლის იქ დატოვების რა მიზეზები შეიძლება ეთქვა ქმარს გამომძიებლისთვის, რა? რა ვიცი, მაგალითად დროშა დამოვიწყდა წამეღო და რაღაცა ხომ უნდა დამეტოვებინა იმის ნიშნად რომ ნამდვილად დავლაშქრე ეს მწვერვალი. ან კი არ დავტოვე ფოტოს გადაღება მთხოვა ცოლმა კადრი არ მოწონდა შორს წადიო. კიდე შორს წადიო. კიდე შორსო და უკან გზა ვეღარ მივაგებია. კი ბატონო, აბა რა მექნა? ძმაკაცებმა დამირეკეს დროზე მოდი დალევას ვიწყებთო და დავტოვეო. კიდე უბრალოდ ვეშაირებოდი ცოლსო. აგიყვანე მთის წვერზე. არა, მოგარარი აღარ მაქვს. დავანებოთ თავი მაგკაცს და შემდეგ თემაზე გადავიდეთ. კი ბატონო, ინდოელმა მეცნიერებმა მოусმინეთ კარგად რთული წინადადება. ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუსიკა ქირურგიული ოპერაციების დროს გამოყენებული ანესთეზიური საშუალებების რაოდენობის შემცირებას და შემდგომი გამოჯამრთელების დაჩქარებას უწყობს ხელს. ეგ ინდოელი მეცნიერები, მე მგონი, საქართველოში რო კურიერობა არ გამოუვიდა და უკან დააბრუნდნენ, ეგენი იქნებიან დაბრუნებული. არ ვიცი, ძმაო, მე ერთი ის ვიცი ოპერაციამ თუ არ უშველა, მე მუსიკით აცილებენ ხოლმე ბაბუამისის ბაბუასთან, ან პაპამისის პაპასთან, როგორაც. თან უყურე რა არის ინდოელების ამბავი, რომ ვიცი მე, შუა ოპერაციაზე რომ მუსიკას გაიგონებს, აცეკვდებიან ეგრევე ექიმები ექთნებიანან. ვიღა მიხედავს პაციენტს, არა? პაციენტიც თუ ინდოელია, იცეკვებს ის ზაერაღლება. აბა, ალბათ სხვადასხვა მუსიკა, სხვადასხვა ორგანიზმისაა განკუთვნილი. აი მაგალითად, ტვინის ოპერაციაზე კლუბური მუსიკა უნდა ჩაიგდოს. გულის ოპერაციაზე ქსოვრელები. მანაწევის ოპერაციაზე კი სუანდერი. სწორი ნაწევის ოპერაციაზე ესე იგი ჩვენ ეს ქსოვრელები მუსიკოსები რო გვეგონა. ანესთეზიოლოგები. არ გითხრა.
გია. გადავიჩოჩოთ აზიის ცოტა იქეთ მხარეს, იაპონიაში. მოკლედ, გამოიგონეს იაპონიაში სარეცხის მანქანა, რომელიც ადამიანებს აბანებს. კი ბატონო, მშვენიერი მანქანაა, უბრალოდ ნაბანებზე თავრუს ხვევა იცის 1-2. და მთავარია გაწვრის რეჟიმზე არ უნდა მოგიხდეს ხელი. ნეტა, როგორც სარეცხის შემთხვევაში, აქაც ეგრეა, შავგრემანებს სალგიაბანოებს და ქერათმიანებს სალგიაბანოებს. ეგ არ წერია ინსტრუქციაში, მაგრამ გაშრობის პროცესი ყოფილა მტკივნეული. ისედაც რო წარმოიდგინო თოქზე რო ქანაო ყურებზე შპილკებით არა ადვილი გაწევს. ოდა კიდე ძალიან ცხელ წყალში არ უნდა იბანავო, ხო იცი შენ? რატო? ძალიან ცხელი წყალი სარეცხს აპატარავებსო გაგონილი მაგდა. ივარგებს. ხო, არ ვიცი, ხო. მგონი არ უნდა იყოს ადვილი ადამიანების სარეცხი მანქანის მართვა. მაგას თავისი მართვის მოწმობა დაჭირდება. მაგალითად, A კატეგორია ბავშვი და მოზარდის რეცხი. B კატეგორია ზრდასრულის რეცხი. C დიდი ხნის დაუბანელის რეცხვა. D ბანაობა რო არ უყვარს ისეთი ადამიანის ძალით გარეცხი. და E კატეგორია მისაბმელიანი ანუ ღიპიანი ადამიანების რეცხვა. ესეც არ იქნება. და ეს მანქანა რეცხვას რო ამთავრებს ბოლოში იძახის ოპა განგამ სტაილ. რაც ქართულად ნიშნავს დათვიმჭლა და შემსუქანი შეგებათოს. მოდი ჩემით ვიბანავებ ხოლმე ასე ჯობია არ მინდა ეგ რაღაცა. გადადის შემდეგ თემაზე. ჩინეთმა ვერაცვალე. წარმატებით დაასრულა მსოფლიოში პირველი სრულად ავტომატიზირებული გზის რეაბილიტაციის პროექტი 158 კილომეტრიანი მონაკვეთი პეკინი, ჰონგ-კონგ, მაკაოს ავტომაგისტრალზე მუშების გარეშე. პროექტში გამოყენებული იყო ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე თვითმართვადი ტექნიკა. ვიმეორებ, ჩინეთმა ესე იგი, მე მგონი იმათმაც არ იციან და დაამთავრეს. და ახლა გამოსაცდელად ერთმანეთს ეხვეწებიან, არა შენ გაიარე პირველმა, არა შენო. ეგ არ ვიცი, მაგრამ ეს იყო ერთადერთი პროექტი, როცა არავის არ უკითხავს ხელფას როდის იქნება. თან გადაღებე მუშაობდნენ, ერთადერთი წვიმაში ჩერდებოდნენ. მოკლეს აძლევს მაგ დროს და ასეც არ შეიძლება რა. ყველაფერს რომ ხელოვნური ინტელექტი აკეთებს. ცოტა უხერხული არ არის? კარგი რა თუ ძმახარ, უხერხული და სირცხვილი ის იქნება, ბავში რომ მეზობლის ხელოვნურ ინტელექტს დაემსგავს. აი, სხვათა შორის ერთ-ერთი ასეთი მართვადი ტექნიკა საქართველოდანაც გაუშვეს სამუშაოდ. ავთო 1957. მაგრამ მალე გამოაგდეს სალიარკას იპარავდა. კი, ხაშურის ქუჩებიც უნდა გაეკეთებინა ხელოვნური ინტელექტს, მაგრამ ქუჩები რომ ნახარ, არა, მე ამას ხელს ვერ მოვკიდებო ასე ვთქვათ. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. გადავიდეთ. ერთ პენსიონერ კაცს ტუზი დაეცა. ლატარიაში 300 მილიონი მოიგო. მაგრამ ოხერი რო იქნება, კაცი. სოლს უმალავდა და ჩუმად ხარჯავდა. ასეთი სიყვარულით პენსიის ასაკამდე ერთად რანაირად მოვიდნენ. აი როგორ მიკვირს, რა გითხრა არ ვიცი. მე და ჩემმა ცოლმა მოიგო 300 მილიონი და არ დავეძებ. თუნდა ჩუმად დამახარჯო 150 მილიონი. ხმის ამომყები, მე არა ვარ. 200 მილიონი თქვი, რა პრობლემაა? 250. რატო მიმალავდიო ცოლმა კითხა თურმე. აბა შენ რო სასმელს მიმალავ, კარგიაო. თან ახლა იმას აქში ვარ. გუში რავჭამე ის არ მახსოვს და ერთი თვის წინ რაღაცა ორი გამიგი მოვიგე. ეგ მე მახსოვრებოდა, ო? ზოგს ტუზი ეცემა ჩემო ნიკოლო, ზოგს მეტეორი, ზოგი კი თვითონ ჩარხავს თავის ბედს. ერთმა ზელანდიელმა კაცმა საიუველირო მაღაზიაში ფაბერჟეს კვერცხი მოპარვის მიზნით ახლა ელოდებიან როდის დადებს მაგ კვერცხს. ორი დღეა კაკადებს თურმე. მაგრამ ძნელია. აი იცი ასე დროს ნიფტკიცებას რომ ელოდები და ვიღაც ზელანდიელ კაცს რო შეცკერხარ. მოკლედ ზელანდიელი კრიმინალი იქეთ იყოს და ენოტებს რაღაცა დაემართათ ჩემო ბატონო. რას პეუ? სულ გადაირივნე კაცო. აგერ შებარულე ერთი ენოტი ალკოგოლის მაღაზიაში თაროდან ვისკის ბოთლები გადმოუყრია, დაქცეული სასმელი დაულევია, დაამთვრალა თაფლი და დაუძინია.
როგორც ამბობენ, თავისი შეყვარებული დედალი ენოტი უნახავს ხვის ფუღუროში და იმის მერე გალოთებული საწყალო. კი, წინა დღეებშიც შესულა მაგ მაღაზიაში აუღია სასველი და მაჩვის სახელზე ჩაწერილი. ეკობა მაჩთან დამზადებოდა მაგისი შეყვარებული. არა და ენოტები ღვინოს კარგად იტანენ და ეს ვისკი აფრენიებს ხოლმე. ზოოპარკში გადაუყვანიათ საწყალი და 6 თვიანი ამპულა ჩაუდგეს თურმე. იმ მაღაზიის დარაჯს კითხეს. როგორ მოხდა ყველაფერი და ამან თქვა არ ვიციო დედმამის შვილები რო დავლოცეთ მის მერე მეც არ მახსოვს. ენოც კიდე გაუგებ მაგრამ აი დათვი ცოტა რთული თემაა. დიდია მაინც და საშიშია. და რატო ეხლა კალიფორნიაში კაცმა აღმოაჩინა რომ მისი სახლის სარდაფში თურმე ცხოვრობს დათვი. რატო? რა გინდა ძმაო მაგას რა ჯობია? ძლიერი მეზობელი რო გყავს, აი? თან ახლა სარდაფში რო დათვია იქ თაგვი არ ამგონია გაჭეჭა. ეგეც მართალია, ხო და პოლიცია მივიდა თურმე რა ხდებაო? ამ კაცმა არ დამირეკავს, საიდან გაიგეთ. შენ კი არა დათვა დარეკა ვიღაც ცხოვრობს, ჩემს ზემოთ არ მაძინებს, ზამთარია უკვე. კაცი სოლი ყოფილა თურმე გახარებული. კიდევ კარგი სარდაფი შეამოწმა ჩემა ქმარმა და არა საძინებლის კარადაა. რაკნის ბოლოს და ბოლოს გააგდეთ ის დათვი თუ იცი სარდაფი. აპირებდნენ და დათვმა ისეთი ნელი ინტერნეტი გაქვთ, მაინც ვაპირებდი წასვლას. დაუმტკნარებია და გაბაჯბაჯებია. არა და ახალი წელი მოდის. დათვი რომ შემოგივა სახში მეკლედ, როგორი ამბავია. კი ბატონო. თან სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ხდება კარგი. მაგ გახსენებაზე რას აპირებ ახალ წელს? მოგვადგა კარებზე უკვე რაღა დარჩა. არ ვიცი, მაგას ვფიქრობ ეს და ორიგინალური ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. ალბათ კაი ქართულ სუფრას გავშირი და გელოდებით ბიჭებო ჩემთან ქართული სუფრის კახურ ვერსიაზე. რა ვქნა? ხო და მე მაშინ იქედა ჩემთან მივდივარ იმერულ ვერსიაზე. შეგენაცვალე მე. მოიცავეჯო. ხაშულს რა დაუწურეთ გულმარის, ვერ გავიგეთ თქვენ, ჰა? არ უნდა ჩამოხვიდეთ ჩემთან ხაშულში კაცო. რა ვიცი კაცო, დაგპატიჟებ. ეს მელემადაკები თქვენ მე ბიჭო. მე გულპურმანის მიწუნეთ. ჩემი ელარჯი და კუპატები თქვენ იცით ვაფშე რა არის? სამეგრელოს პურმანის ბიჭო არ ჯობია არაფერი გამიგე? მასე თუ მივყევით, ძველ ახალ წყლამდე საქართველოს კუთხეების სუფრის ვერსიებს ვერ გამოვლეთ ჩემონიკა. ნუ გამოვლეთ მე რაღაც რა ვერაღლება. ჰოდა ვინ როგორ შვლით საახალწლო სუფრებს სიმღერით მოვახსენოთ და აქვე გადავწყვიტო შენმა მაყურებელმა სად ჯობია. მიდი ძმაო, სადაც ვიწროა. აბა რა უნდა ვქნათ ვეია? მე მიგებო ამა წევიდა ამა. აჰა. შეგებავშები რამდენ რაღაცებს ითხოვენ ძვირიანებს რა. აბა. ვაუ! აი და შეგაგისკდა თავი და გული და ელენთა ერთად ორივე რა. შენ მაკლი ხარ ახლა თუ ძმა ხარ კიდე. ჯერ ბავშვებმა გამიყეთკეს გულები ამ ბომბოჩკები და შემაღონეს კანტუზია დამართა და ესდებებათ ახლა კიდე. სახალხო აი იმიტომ ხარ ეგე დღეში ხუმრობა რომ არ იცით ქართველი. აი და შეგიშინდა. ხო, შემეშინდა, ხო. ჩემი უნდა გეშინოდე შენ. ემას იყური, ერთი რატო უნდა მეშინოდეს, ვითომ? გეშინოდეს რა ეხლა მინიმუმ რიდი ხო უნდა გქონდეს. აი რა ქვია იმასა? პატივის ცომა. ეგრე გიდაგიცხრა რატო? რატო? იმიტომ რომ ჯერ სად იყო ქართველი თოვლის პაპა როცა სომეხი სამერე პაპიკა სუჯუკებს და გოზინაკებს ურიგებდა ძველ იმათ რომაელი რომაელები რა შუაში არის? აი ხლა არ უნდა იცოდე რომ მაშინ რომი ჩვენი იყო?
ახლა აღარა თქვენი რა უყავით? რა ვიტალელებს ვაჩუქით რა. ეგა და ისა კიდე. ეს პაკეტი. შენა ეს რები არის აქა? მაგაში. აბა თუ მიხვდები ახლა. და არ არის საერთოდ შენი საქმე. საჩუქრებია რა უნდა იყოს. მართლა მაჩუქი რა. გადავრი. შენ რატო უნდა გაჩუქო, ბიჭო? ბავშვებისთვის არის ეს. მე მაშინ ჩემში საჩუქი კაცვი. რანაირები ხარ თქვინო? ეს გადამრევს, ბიჭო, ეს გადამრევს. მომწერ ან შენმა შვილმა წერილი, რომ ვაჩუქო? ხან მე რა ვიცი, იქნება არ სწავლობდა კარგ ნიშნებზე და ცუდად იქცეოდა. რებს იცახი, ვინა ჩემი სლავიკა? გიჟი ხარ შენა კაცო. სულ ხუთნიანებზე სწავლობდა. მე მესე ბეჯაღნო ქრიდა. რა კარგია. ახლა მე გეტყვი შენ რა ვქნათ იცი ჩვენი. მე ჩემი შვილს ვაჩუქებ რა ვერ უბებსა. და შენ ჩემ შვილს აჩუქ. აბმენ. არ არის ეგ ცუდია. ვაიმე შემოკეთილო. რა უნდა შენ შვილს აბა რა გაუხ. რა ვიცი თუ ცნაური ბავშვი. რა კინიცი? აიღე ფულად აჩუქი. თვითონ იყიდოს რა ვიცი. მე წაუღებ მაიტა. რა მაიტა? ფული რა წაუღებ ბავშვს. გადი ვიო იქეთ გადი კაცო გადი. მე თვითონ მოვიფიქრებ რა ვაჩუქო რა. ბავშვს ფულის მიცემა. როგორ შეიძლება? აი ეგრე რო გონიათ. იმიტომ არ იცით ქართველებმა ფულის ადრე. წავიდა რესტორანში იგულავო დახარჯა მერე ხერფასამდე მაკარონის სუპი ხვრიპა და ხვრიპა. აი გახარჯა. შეგერაცვალე რა. მაცალე ახლა შენ მეჭკოს ნუ მასწავლი ერთი. კირგი. შეშვილს რა უნდა მაიტა მე უნდა ვაჩუქო ახალწელს მაიტა. რა უნდა და ისაო ეს ბოტასებს თხოს აი ძირები რო ანათებს და წითელი ზოლი რო აქვს ხო აი ეგეთებს რა. ხო. არ არის ეგა პრობლემა. რამდენი სანი შვილი? 7. ვაიმე. კაკრას, რა ჩემი სლავიკა ცხრისა ხდება, კაკრას დაუპატარავდა და წამოიღებ რა სლავიკას. აი, რა დაუპატარავ? ძველებს დააჭერ განათა. მოიცა ძველებს ჩუქნი? ნუ ეხლა ძველ ახალწელს ვაჩუქებ ეხლა რა პრობლემა? მაიცა რა. არ მინდა რაღაც არაფერი შემეშ დამანებე თან ხო ხედავ მილიონი საქმე მაქვს რა. მაიცა. მე ხა შენ მაგარ იდეას გეტყვი, გაიგე შენ. ბავშვები ხო გწერენ წერილებს არა? ხო. რა უნდა თიქარო აი ნებისმიერი ერთისე მე მოგცემ. ერთი შენ მომეცი და მაშინ ეს გავცდა. კაი ბატონო რაიც არ გაჩერდები ისე და. მაიტა. ქართველი ბავშვის წერილი. კარგია. ბა. ეგრეა ესა თუ როგორ არის? ეგრე, ხო. თოველის პაპა გამარჯობა. შეგეუნება მესალმე პაპს. მე კარგად ვიქცეოდი და მინდა მაჩუქო დათუნია კამპეტების საწუწნაო. წუწაობის თופი. კარგია. კარგი ბავშვია, ვაჩუქე, ბარა, არას ვიზა. აბერტი შეწაეკითხებიდი. თოველის პაპი კეჯავი. წელიწადში ერთხელ რო გახსენდები, ეგ არ არის კარგი საქციელი. მაგრამ ჯანდაბას. მე მინდა iPhone 17 Pro Max-ი ტერაბაიტიანი. სტაბილოსფერი, სიმფრი, აიპოდები 100 დებრონი. кейსი. შენ ბიჭო ნორმალური ხარ ერთი დაბარებე კაცტავი. შემეში ერთი რა. გერკი ხო კარგი ნუ იცი წუნწულები რა. კი არა და რა ქვია, წუნწუნები, ხო. შენ რა მითხარი, წაის სანტა კლაუსები ძალიან აქ ჩაგრამენ, ხო იცი? შუაგანი არიან მოდებული, რაღაცა ზომები არ მივიღოთ? და რა ზომები უნდა მივიღოთ, კაცო? აი, ირმები მოპარო. თან კაი სუჯუკიც გამოვა. კალბასი. რა ირმები მოპარო, თუ ხარ გადაირიგე.
რა სიტყვის ხოლმე ბიჭო რაც ხარ საოცრებას იმდა ეს ბიჭო გადაგრევ. ეგრეა, სოფლიოს ყველა საოცრება ჩივენია და საოცრებებსაც ეგრე ვღაღად. აბა როგორ? დედავი ამის რაღაცა ძიმე მომეცით იმას რომ გადავკრა რაღაცა თავში. რომელი საოცრება ბიჭო ერთი თქვენი გამაგებია? ატოფრობ შენა ბრაზდები? მე არა ბრაზდები. Пожалуйста, გიტყვი. აი თუნდაც სურამიდას ბაღები. სემირამიდას ბაღებს. ეგ ერთი არა. ეგ თქვენია? სომხეთს რა თუ არ დაკიდეთ მე თქვენი თუ. სენჩუ მაზუ ბიჭო. აბა იმოდინა ბაღები ერთი ბეწუ ყოხდა სომხეთში. სანდა გვეკიდა. მოდა დავიკიდეთ რა. კაი. შეგირეცალე არა მაქვს შენი ნერვები ბიჭო და წავედით მივხედოთ საქმეს რა არა მაინც ძირი ხლა დასტური არ უნდა ამას აქ ეს მოწერები აქ რომ მე ეხლა საწუნწკლაო დოფი უნდა მიუტანო შენ აი პომპლოპლეპეს რაღაცა კარგი აჰა აი მოაწირი მიდი ახლა შენ მოაწერე რითი Იტი. არა მაიცა მიმაგას ხელს არ აქვს. გადამოს. ძირწმენო შეირა დასწი. მაინტერესებს ეს არზე იმით რომ გამოაბრძანე ეს რა შოთა ჩივენი შოთა იმა დაგვიტობა ეგ მუზეუმიდან წამოვი კარგი ბიჭო კარგი დამანებეთ თავი გადამიყვანა ჩვენ წამოდი მივხედოთ საქმეს ახლა რაღა დარჩა ახალწამდეთ გოგითხარი საჭუქრები მოსაგროვებელია შენ ბავშვებთან მისატანი გაქვს მე ჩემ ბავშვებთან რაღაცები ესენი საჭუქრები სასუსნავი ისე სასუსნავი ნიგა ხოლმე ბავშვებთან როგორ არა ძირითადად დულმა სუსნაობენ რა ბიჭო მოიცა და ბავშვებს კაც შოკოლადები რო უყვართ მაგრამ დოლმა მირჩევინია გაიგეში ჩემი ცოლი დიდი ქვაფში გააკეთა როდი რაც დაგჭა ვარიგებ რა ხა გაერთო ბავშვები არიგებია იცკნაუნ თუ რა ქვია მაგასა იცკნაუნ თუ რაღაცა საშვებია კარგი გამარჯვება რა თავი გეხოწე განებებული არა მაგ მოხვედი რა საყანწლო სიმღერა თუ გაკერტი შენ მოზადებული რა გომგერი ქართული საყანწლო სიმღერა ხო ვიცი იმან აქ ვთხოვეს იხლა ამ გადაცემის წამყვანი მაგ გაგონებაც არ მინდა მაგათი სახელების ნინა მაგათი სახელები ბაჯაღლო სომხები ეგენი ჩიმები არიან ვინ არაბიანი ნიკოლოზა და გულუიან ეგ თავის თაბათ რო არის და არის ეხლა რატო ვიმღეროთ პრობლემა არის კი გთხოვეს კი ჩაგვიწერეთ რიგა არავის და ბადაგულია შავსუს აკვარ თუჯა და რომელ სიმღერას თქვენს ვიცი ზეპირად ვიმღეროთ მაგრამ მოიცაკეთ ეგენი ხმდი გეტყვი ეგენი მაყუცი ხდიან რამეს ეხლა აქ რო ტყუილად ხوار ვიმეყენ არა მაყუც არ იხდიან მაგრამ კაი მურმარი შოკვირდა საბაგიერო ჭლია სორელები იქნებიანო ბიჭებიო მოკლედ კაი იქნება რა მაგარიო ვა თქვი გინაცვალით რა რა ჯობია სეირანა ძიძველთან სიმღერას მაგარი ბიჭები არიან ერთად დავაი სეირან ატიხი მიდი წავიდა მოკლედ ჩემო ძვირფასებო სანამ სტუმარს წარმოგიდგენდეთ მინდა შეგახსენოთ რომ არ გამოტოვოთ შაბათსა კვირას კომედი არხზე მიხოს და მაროს ახალი უმაგრესი სერიები საღამოს 8 საათზე უნდა უყუროთ კომედიაზე მიხო და მაროს
როგორც ყოველთვის. და რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, მინდა წარმოგიდგინოთ პირველ რიგში ჩვენი მეგობარი, არაჩვეულებრივი მსახიობი, არაჩვეულებრივი ადამიანი, მოკლედ ზესტაფონის უშანგი შხეიცის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, ნაღდი ზესტაფონელი, როდესაც არ უნდა დაურეკო, რა დროსაც არ უნდა დაურეკო, მზად ყოფნაშია ძმობისთვის. მოკლედ თემურ კიკნავერიძე სტუდიაში. მადლობა ბიჭებს. თემურ ბატონო, გისმენთ? ხო ხედავ ის დროც მოვიდა ჩვენი სტუდენტობის მერე ბატონობით მოგმართავ. არა ბიჭო, როგორი კვარცხლბეკი მოუწყე, ჰა? გენაცვალე საოცარი ჯერს არა გადაცემას დავიწყებდეთ, მაინც ჩემთლანჩები მიწაწყლიდან არის და გავისაუბრო ცოტა ხო იცი? იმაში რომ ხიდი აშერეს. ეს რა კითხე. რა ხდება ზესტაფონს და ზესტაფონელებს დიდი მოკითხვა ჩემგან. დიდი შეფარული. გაიხარე. რა შევი, რა ხდება, როგორ ახარ? რა ვიცი. ვეძალები ამ ცხოვრებას როგორც ყველა და შრომობთ, შრომის ფერხულში ისე არ გამოდის. არავინ არ გაჯმევს სპორტს ისე თუ არ ისრომე. გამორიცხულია, მასე არა ვართ აგერ დახოცი. აი, შენი ოფლისონი რო ახლა. არა, თეატრში რა ხდება? თეატრში, რა ვიცი, ახლა მე რეაბილიტაციას ველოდებით და ცოტა შეჩერებული ვართ, ვერ თამაშობ სპექტაკლებს, ესე რომ ვთქვა. მაგრამ თეატრი მაშინ კარგი რო ვერ თამაშობ სპექტაკლს. კარგია კი, მაგრამ ხო იცი ის გამოთქმა რო არის სცენის მტვერი, მოვიწამლეო, ხო და ზესტაფონში ორმაგი ამბავია, ეგ ეთყობა რა, ფერო და სცენის მტვერი ორმაგი მოწამლა, მაინც. მაგის ფონზე კარგად გამოიყურებით ხო, მაგის თქმა ვიდო. ხო, კი, გარედან კი ესე იგი დერმატო ახლა ყავას არ შემოგთავაზებთ. ზესტაფონიდან მოდიხართ ახლა და ხო და არ უნდა დაგესვათ ეგ შეკითხვა. სამაგერად ხაჯაბური გვაქვს მაგარ. კი ბატონო, ხაჯაბური გვაქვს მაგარი, კი დაიკეტა ნახევარი ხაჯაბური, მაგრამ გზაც რო აგვიარა, მაგრამ მაინც მუშაობს. ის ერთადერთი, სადაც ყველაზე გემრიელი ცხება, იმერული რასაც ქვია. ხო, ბატონო. რო არ გარბის ყველი დაფაზე ის. ხო, კი ბატონო. ესე იგი მე რა მინდა იცი თქვა, რომ თემურს პირველ რიგში აი ბოლო პერიოდის მისი არაჩვეულებრივი შექმნილი სახე ქართველი მაყურებლისთვის ძალიან ნაცნობი, ყვარყვარე და მინდა რომ აპლოდისმენტები მაგარი და მე ესეთი გენიოსი შესრულებული მაინც იქით მიდის ყველაფერი, მაგრამ შეშენებული გააკეთე და ოქრო. კი, ცოტა ძნელი იყო, ხა უშანგის შემდეგ ყვარყვარე ითამაშო სცენაზე, ცოტა ძნელი იყო, მაგრამ ჩვენი მაინც სხვანაირი აი მიუზიკლში გადაწყვეტილი იყო, ესე გადაწყვიტა რეჟისორმა და სადღაცას ერთი 14 მუსიკალური ნომერი, აი სიმღერა პირდაპირ არანაირი ჩაწერა პლუს პირდაპირ ღერი ხარ. ეს იყო ცოტა ცოცხალი შესრულება. კი, ცოცხალი შესრულები. ყველა მსახიობი, აბსოლუტურად ვინც. თან მე შეგეხა ზესტაფონელებს გამოაპარებ მაგას. ცოტა ძნელი იყო, მაგრამ შევძელით პედაგოგების დახმარებით და რა ვიცი, პედარა ნინჭის მიხმარებითაც. რა გავაკეთებ, ნიკერი ხალხი ვარ, ეს ქართველები ნამდვილად რა. ესე იგი, რა მაინტერესებდა ახლა თან ისეთი პროფესიის მზადებით ახლა რომ თან იმენ გაგადიან ზესტაფონში ისეთი პურის მარილის ქალაქი მთელი ამავი არის კი ხო და სუფრის გარეშე არ გამოდის ახლა თან ისეთი ცხოვრება გაქვს ზოგადად პროფესია რომ ხო და რა მაინტერესებს ახლა როცა მოქმედ ახლა მესმის რომ რეაბილიტაციის პროცესშია თქო თეატრი მაგრამ ზოგადად თეატრში სპექტაკლი მეტი იდგმება თუ 20-იანი მეტი იდგმება ეგ იმაზეა დამოკიდებული თუ ხარისხიანი შაბიაბანი შემოვა. ესე იგი, ასე მარტივად არ არის საქმე. ასე მარტივად არ არის საქმე. სპექტაკლებიც კი არაუშავს, ბლომად არის. ეს ერთმანეთად ბმაშია რა ეხა ეს პატარა. ხო, აუცილებელი არ გამოდის. ხო, ძირითადად არტისტებს დალევა უწევთ ღამე.
აი 10-ის მერე 11-ის. ხო, სადღაცა წარწერას მომკარი თვალი აქ კარებზეა წარწერა მუშაობა და დალევა ღამეოთ. ხო, კი ბატონო, საქმე დილით დალევა ღამე, კი ბატონო. არა, იყო ერთი შემთხვევა იყო კლდიაშვილის ნაკრები იყო დადგმული სამარიშვილის დარისმაის გასაჭირი და იქ კირილეს სცენა იყო რა დალევა და ეს და მართლა შევიტანეთ დოქით. ვინ? მინდა გითხრა რომ კარგად ანწებით წაიღო, ხო, წაიღო. კი, სპექტაკლი იყო არაჩვეულებრივი. მე ოღონდ მე რეჟისორს ახვეწებოდნენ ერთი ჩავამატოთ კიდე აქ რაღაც მათ ახლა რაღაც სადღიძილოს თუ ჩაამატებდი თორე. ღვინო ნამდვილი იყო, პორმარელი იყო ბუტაფორიული. ჩემო თემურ, თავად მივედით ახლა იმ ამბავამდე, რაც განუყრელი არის ასევე მსახიობის ცხოვრებაში. და შენთან ეს კარგად გამოგდის. ეხლა აი ხელსარერი არ ჩამოხვიდოდი ახალი ზესტაფონური ამბები, რაც არ ვიყავი და მოდი რა პირდაპირ გითხარი რა და რატო ყვები იმას და რა ხდება. ხო, რა ვიცი, ეხლა მაგ თქვენთან ცოტა ძნელია ისტორიების მოყოლა, მაგრამ შენი მოყოლილი ისტორიები ახსოვს შევეცდები, ფიქრობდი და აი ასეთი ისტორია არის ერთი სტუდენტი ვიყავი მაშინ და გზავრობის დროს მოусმინე, მაგრამ რაღაც გენიალური რაღაცა იყო, ვიღაც კაცი ყვებოდა, უნდა გენახათ როგორ ყვებოდა რა და მთელი ავტობუსი იყო აყოლილი და ჩვენთან ერთი მაღალმთიანი სოფელი ხარ დავასახელებს სოფელის სახელს. ნუ მიცვალებულია. მიზის სამზადისი გასვენებისთვის და ადრე ახეს დარბაზები არ იყოს ეფაიშლებოდა რა თქმა უნდა. საფხულის პერიოდია ეს იმიდი რომ სამარგელი სიმიდი როა ეს გატარები როა. ეხ ჩვეულებრივად მზარეული მოყვანილი ყავს და მაშინ იცოდნენ ესე გემახსოვრებათ რომ ეს სახსე მიაშენებდნენ ხომ ეს გადაყურებდნენ კუხნა და იქ დიდი ქვაბები დგას, თევზი, ბრინჯი ირჩევა, ეს ლობიო იხარჭება და ნუ წამოხარ შესლობიო, მეორე დღისთვის გაამზადა რა, რომ ერთი წამოდუღება და მე შეიკმაზავს და ვსიო და დააპირა სახლში წასვლა და შუქი ჩაქრა რა. სათლის შუქს ეხა მარილი ყველაფერი უქნა ლობიოს და დააკეტა კუხნა და წავიდა რა ეს მზარეული. დედება ეხა მეორე დღე გასვენება არის უკვე ხალხი მოდის და ეს კაცი ყვება რომ იქ ჩვენთან ისეთი სოფელია რომ გასვენებაში იცის ხალხმა დედაბუდიანად მოსვლაო. ეს დედაბუდიანად რო ახსნა ახლა ოჯახში ვინც არის ყველა მოდის. ბოუში არჩება არავინ ბოუში ბებეასაც ჯოხი თუ შეუძლია მოდის და შეუნთო ეხა ამან ცეცხლი ამ ლობიოს და ერთი ქვაბი ჩვეულებრივად იხარშება მეორე კაფე ამოდის. მოხდა ახლა ერთხელ ეს კაფე არ ჩერდება ეს კაფე გადმოდის ბიჭო რა აჯანდა რა მიიხედა ამ შუქის ჩაქრობაში მარილის მაგივრად აინა ხნილი ფანჯარაზე დებულა არა თორე ლობიოში რა უნდა ხეს ახლა გასვენების დღეა და დაუძახა თავი კაცს ევიღუპეოს ევიღუპე რა იყო ასე რა ესო ხნილი ჩამიყრია ლობიოში რა ვქნაო რა აჯანდა ჯომ თავი კაცს ახლა უნდა ვქნათო ეს გაუშვათო იქნება გვეყოსო ეს ერთი კვაბიო მაგრამ დედაბუდიანად არის ხალხი მოსული. შედის ამ სეფაში ხალხი თუ გაიცალა ეს კარგი რომელიც არის ეს ლობიო და მიდგა ჯერი ახლა ამ ხნილიანზე რა აინიანზე უნდა გაუშვან. სხვა გზას თავი კაცმა გაუშვიო რაც რა ვკნაო ხალხი. ო გადაგმაზული ეს. გადაგმაზული გაუშვიო და გაუშვეს ახლა ეს და ეს ხალხი შედის კაცო უნდა ავდგე რა. მიდი აბა უნდა კრე. აი ესე შედიან. ხო. დინჯად და იქედან როგორც კი გაიხსნა ეს უცელში სამიჯი გაყვინო რომ მიაყოლეს და ასე გამოდის ხალხი თურმე და ბიჭო სად საპირბარეშოში რამდენი შევა კაცო დარბიან ამ ხანაში არა და კასიმიდია ამ ხელა და ქალი კაცს არ ერიდება კაცი ქალს მიდი არის ერთი ამბავიო და ერთი თვე ხო ყარდა სოფელია ერთი დადებითი ხონდა ამას ყველაფერს ტაროები იყო იცელიცა სავსე იყო დალიები სიმინდი გლიჯავდა ყველაფერს სამი მეტრი გაიზებოდა ვაი დედა რა მაგარია ხო და ერთს მივაბავ კიდე რაღაც მიცვალებულს ჩამოვარდა მიცვალებულია რა სოფელში და ესეც პოვარი ჩვეულებრივად მუშაობს ზარეული და თორემ ამ ზარეულს ეშინია მიცვალებულის შორიდან მუშაობს ხო პირდაპირ ეს სახსე მიშენებული ეს კუხნა როა და ის ვინც მოიყვანეს ეხა ვინც უნდა გააპატიოსნოს წვერი უნდა გაპარსოს მიცვალებულს რაღაცას იცის რომ ამას ეშინია მიცვალებულის და ეს პროცესი რომ მორჩა და რაღაცა და წამოაყენა თურმე ეს მიცვალებული წალიხელი გულზე აქვს თურმე არ მიცვალებულს და დაუგაგუნა ასე ბანჯრიდან ამ ზარეულს
ერთი კვირა სახში არ ყოფილა ის. აულა მოუვიდოდა. რუგიკა. რა მოუვიდოდა. აულა მაგარია. ხო და ერთი ისტორიის საშუალებაც თუ მაქვს, რა თქმა უნდა მოვყვე ხა თქვენ კარგად იცნობთ იმ ქალბატონს. ქალბატონ მარეხის მაგის სახელის. მარეხი არ მეშინია მაგის სახელის დასახელების. თურქეთში ვართ გასტროლზე რა და ძალიან კარგი სასტუმროა, თავისი აუზებით ყველა. ზესტაფონის თეატრია? ხო, ზესტაფონის თეატრი. იქ ის რა ეს ჩამოსასრელებელი ატრაქციონები ახლა ჩვენ და ზესტაფონლები ჩავედი ჩამოსასრელებელი ატრაქციონი. ვინ გამაზავს? ხალი კაცი რეჟისორის უყველა მიდის ერთი ამბავი. ხო, ასე ისე. ერთი ამბავია და ვიღაცა ტურისტია წამოწოლილი რა გაშლილი აქვს შეზლონგი ესე კაუბოის ქუდი ახურია ცივილუდი უდევს. თავისთვის ნებიბრობს რა ეს. თქვენ არის ჩვენ აიდის ერთი ამბავი და ეხა შეუჩდით მარეხის უნდა ჩამოსრიალდე ამან ცრო არ იცის. არა და მე ვთხარ თუ არ ჩამოსრიალდე ავიდა და დაეშვა. დაეშვა და ეხა ტუც ხო არის გადაცემაში. ეს უკანალი კი აქვს სამგარებიანი შკაფებით. ამ ბასეის და ეს ტალღა ხო ამოვარდა და გადაესხა ამ ტურისტლიანად. ოვერ მიხ ეს კაცი რა მოხდა? ველურები რაღაცა. გერმანელი ყოფილა ის ტურისტი მთელი ერთი კვირის მანძილზე შვაინს გვიზახდა. წალეკა შეზლოგია და გადააბრუნეს. ისე მარეხი ძალიან უცნაურ სიტუაციებში ხდება ხოლმე. მარეხი სასწაულია. მარეხი თუ იმღერებდა არ მეგონას. კარგია, მაგარი ხარ ზესტაფონში. ანუ ყველანაირი უფლება გაქვს, თუ კიდე რამე გაქვს მოსაყოლი და გასახსენებელი, მიაყოლ. გასახსენებელი ხო, ისეც მინდა რომ ეს ამოვიჩამე ეს მიცვალებულები. არის ეს ისტორიები ხა მეგობარს დედა გარდაეცვალა და მივიდა დასაფლავებაზე მივედით. ეს ქალი ძალიან პატარა ქალი იყო რა ისეც და მე ცუდი დაავადება ჰქონდა და იმან სულ გამოფიტა. ეხლა რო შევედით დასაფლავებაზე კაცო ის დაწყევლილი სასახლე დევს ზალაში არ ვიცი საჯანდაბაში ნახა იმხელა იყო კაროჩე ალბათ აჩუქა ვიღაცამ თუ არა მაშინ ხულს ავიწე ეს კალი წევს სამკუბოში ადრე იკარუსები რო გამოდიოდნენ ატეკიდან მარტო მძღოლი როჯ და შენ ისია იდებულია კუთხე ეხლა უნდა გამოვასვენოთ ხო დადგა გამოსვენების დრო და არეტევ ეს სასახლე პოვნაში რა ბინის კარებში არეტევა ჯო რა ვქნათ ეხლა მიცვალებულ სახში ხარ დავტოვეთ და მეც ეხლა ვიკაცე და მე ვთხარ მომეცით მარტო ცოტა ავაყირავ ეს სასახლე სასახლის აყირავება და დააგორდა ეს მიცვალებული და ეს თავი ამ კბილებში ხრიკავდა ასე ჩავხედე თვალებში საწყავს თელი მეხუთე სართულიდან ბოლომდე ჩავევიდა თვალებში უყურებდი ერთი კვირა მესიზმრებოდა მე საკურთხი გავაკეთები მეუღლეს იქნება დამალებოს თავით რა წავიდა მე აუ რა მაგ ასეა ისტორიები მიცვალებულებთან ძალიან ისე ის არის ვედის ირონია რა ეგ ისეთი სიტუაცია არის ხოლმე წესით არაფერი მაგრამ მაგ დროს ხდება ყველაფერი მართლა რა საშინელება ესე იგი ბოდიში ის გამახსენდა უცებ რაღაც საუბრო და ჩვენი მეგობარი ერთ ჩემი ბრო სეირანი ქვია სხვათა შორის რა თერჯოლელი ჩვენ ძირითადად მეგობრების სეირანები და სეირანები გვყავს ხო და ეგრე იყო წასული ბებია თუ რაღაც დაეღუპა მეგობარს და მივიდა ის რა ქვია ანაშვიძე მივიდა და იქიდან რომ მოდიან ამ ისმა ძმაკაცმა აივნიდან გადმოძახა ხა ამ ძმაკაცებს ხო ისიო კვირას არ დამაკტეთ ახლა არავინო არ დამაკ ანუ ქელეხში აპატიჟება ხაზე მოდიდო და დავჟეთ кайბური ვჟამოდო აბა გათხო მე ვის თუ მოგდა კაიბური ჯამოთ კაია მე მასე ხე კაიპურის ჭამაზე გამახსენდა პატარა ვიყავი ახალგაზრდა და პირველად მოხვდი დასავლეთში მიცვალებული სუფრაზე ახლა მოგეხსენებათი გურულებმა მაგრა თქვის აბატონო სადნა იხოცებოდეს ხალხიო კახეთში რომ დაგზალაზე იცენ და მე პირველად მოვხვდი და არ ვიცოდი თუ ხორცი არ იყო რა
ისე წამოვედი ველოდებოდი ხაში ლამაზ ბოლომდე და არ შემოვიდა. მოგიგვდი. მე უთხარი რანაირად არ ყვარებიათ ეგაც მეთქი კაცი რომ არ გააკეთეს. ო არ იცოდნენ არა დასავლეთ. ადრე არის. ეხლა შემოვიდა კი. არა მაინც და მაინც უგედერებ და სიკვდილის არის გადა ხორცი არის. ო. კორწილი ჯობია და კორწილი ჯობია. კორწილი და მხიარულება იყოს ჩვენს ქვეყანაში სულდა ხინის სუფრები და რა ვიცი ყველაფერი კარგი. ჩემო თემო მე რა მინდა იცი ჩვენი შენი სტუმრობა მაინც შენ სახიობი ადამიანი ხარ და თან კარგი რა მე ძალიან მიყვარს შენს მენათამაში აი რატო თქვი რა ჩემო ნიკუშა რომ გიო როგორ არის ხა ნახე სტუდენტები ვიყავით ერთად ერთ პერიოდში ვსწავლობდით და მიხარია როცა აი ის იმ ერთი ასე ვთქვათ დროს ადამიანები რომ აი ეს და ეს რა თქმა უნდა შენი ძაღლი შევაბერდით მოკლედ რა. კი ბატონო, კი, გაჩნდათ. გამყოფის და მე მინდა რომ ახლა რამდენი სიმღერა ვიმღერეო და ამისთანა ქსოვრელები აქ ამყავს და ისე როგორ უნდა გაგიშვა რომ რაც გინდა დაიწყე ზუსტად ვიცი ბიჭები აყვევიან და როგორ მინდა ისე რაღაცა ტრადიციასავით არის ხო კი ბატონო რა სახიობები როცა მოდიან რაღაცა ლექსი რაც შენ გინდა როგორც გინდა და რაღაც სიმღერა მიაბი შენი იმედი მაქვს კი ბატონო ახლა ქსოვრელებთან სიმღერა დიდი ბედნიერება არის და ამას რომ შანსი მოგეცემა ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებ ლექსსაც ავიკითხავ და აი დილის საარით თუ მომეხმარებიან მეგობრები და მე შენ აინიანი ლოვი ვარ ვთხოვ რას ვაკეთებ მე რატო გავზარდე ეს ბავშვი ორგანებიდან გნოლი აფრინდა აბარდოს ველი გადაიარა ისევ აღსდექი მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული სინჯავ იარახს ქსანზედ არაგუზედ ისევ ყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა შენი ტუჩები ისეთ კბილია როგორც ბადაგი დადუღებისას ხოხბობას გნახე მიწურულიყო როცა ზაფხული რუსთაველისა ნედამც ბადაგი არ დამელია იმ ღამეს ხმალი არამელესა ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე შემოვამტრიე გზები მტრიანი ცხეთას ვუმტრიე საკლიტურები ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი მაგრამ თვითონაც დაილეწება დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად უზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი თავი შუაზედ გადამიჩეხა მოდი მომხვიე ხელი ჭრილობას ვეღარ აქ ხედავ სისხლით ვიცლები როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი ქართლის ხეობებს აზდით ნისლები მოდი გეძახი 1000 წლის შემდეგ დამნაცროს ელვამ შენი სტანისამ ვარდის ფურცლობის ნიშანი არის და დრო ახალი პაემანისა Banavobe, ek tu chebi da saleva, mena leva. Irigevat chamagarili, sheni tamebi. Sasmi blevsta ek sibaramave, mena taneva. Irigevat chamagarili, sheni tamebi. Sasmi blevsta ek sibaramave, mena taneva. Sheni tamebi Sasmi vnevsta ek sibaramave mena tareva Birigevat shamogarili Sheni tamebi Sasmi vnevsta ek sibaramave mena tareva Bravo! Devandeni cheni gatseni stumari gakhnat Temur Kiknavenidze აი ხარე
მომიშვიდე ახლა მომიშვიდე წამოდი ახლა ჩვენ საჩუქრების თემას მივყედოთ. მიდი. ხო და ბატას და ნიკას შოუში კიდე დავტოვოთ ძალიან მაგარი ახალგაზრდები და ბავშვები რა. ეხლა მე ჩემთან გადავაწყობ მაგ საჩუქრებს. შენ გამოაცხადე. მიდი აბა. უცებ გამოვაცხადო თუ არა ჩემს ასას გადააწყობს. მოკლედ ჩემო ძვირფასებო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული ბავშვთა ანსამბლი კარიბჭე. ხელმძღვანელი თამარ გოგოჭურის სიმღერის პრემიერა მთიელთა პოპური, რომელიც ჩაიწერა ყაზბეგის კულტურის ცენტრის გვერდში დგომით. აპლოდისმენტები. დავედით ვერა გადააწყვეტა. გამოდი აქ ჩემი ექს.